მოქმედებების ტერიტორიის მიღმა და დასახლებულ პუნქტებში. საქართველოს მიერ ცხინვალის და მიწის შემოგარენი ოცურის სოფლების დაბომბვის მსგავსად რუსეთის მიერ დასახლებული ადგილების დაბომბვა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ხალხისებრი დაბომბვა. უმეტესად დაბომბვების დროს სამიზნეების დაუსახლებელ ადგილებში ქართული სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა. იყო შემთხვევები, როდესაც საჰაერო თავდასხმების მოქალაქეების და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა ისე, რომ ახლომახლო სამხედრო სამიზნეები არ არსებობდა. არის გადაუფასები, მაგრამ სამწუხაროდ და ეს ალბათ სიმპტომატური არის, რომ რუსული მხარე და მათი გარკვეული მხარდამჭერები აქტურის ევროპაში ძალიან დიდი სიტყვით არ არის და შესაძლებელი განხორციელებულია ამ გამოძიების შედეგად. ასე რომ მითითებ აუცილებელი არის, რომ მიუხედავად საერთო გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული საკუთარი რეგიონის წინააღმდეგ. რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. სეპარატისტებმა ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. ანუ დაახლოებით ასეთი რაღაცა და პროკურორის საკუთარი ძალიან ობიექტური საკუთარი წყაროებზე და ფიზიკში ომის შემდეგ ეს არის ყველაზე დეტალური და ფაქტიანი დოკუმენტი შექმნა. Aceste poziții este am documentul ეს არის ყველა მხარე უნდა თავის დამნაშავე გამოვიდეს და დამახსოვროს და ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც რაღაც სახით შეიძლება უწამოოს ძალგალს. ანგარიშის დასწრებით ნაწილში საუბარია ომის მონაწილე სამივე მხარის მოქმედებების ობიექტური გამოძიების დაწყების შესახებ. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული დე-ფაქტო საზღვრების განსხვავებული ახალი გაურკვეველი ზონის შექმნის შესახებ, სადაც ხალხი საფრთხეშია. ეს გაფრთხილებას შეუძლია დევნილების დაბრუნების მცდელობის დაწყებას და ის დასცენილი ხალხის უსაფრთხოებას, ნათქვამია Amnesty International-ის დასკვნაში. საზოგადოებრივმა უწყობის შენობასთან მოძრაობაში 7 ნოემბრის წევრებსა და პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა. მოძრაობის წარმომადგენლები მაუწყებლის გენერალური დირექტორის ევა ყუბანიშვილის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი მაუწყებლის ტიბებსა და ეზოში აკეთებდნენ წარწერას დამაბიჯემად უარეს. პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და შეეცადნენ აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლას. მოძრაობის წევრების განსხვავებით ისინი ყუბანიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს გააგრძელებენ, რადგან მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა ფონაზე გაეშვა ეთერში 7 ნოემბრის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ტელეკომპანია იმედზე პირდაპირ ეთერს მოითხოვს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსერვატიული პარტიის წევრმა ზვიეტი ზიგურმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მოთხოვნას გაერთიანებული ოპოზიცია 23 ნოემბერს იმედის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე დააყენებს. გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ტელეკომპანიას პატარკაციშვილის ოჯახის დაბრუნებასაც მოითხოვენ. ზიგურის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნებს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარსულს გაუგზავნია. გაერთიანებული ოპოზიცია 23 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის პიკეტირებას აპირებს. კარგად იცით, რომ 23 ნოემბერს 12 საათიდან შემოწმეთ აქციას იმედთან
და ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი. პირველი, რომ ეს ქონება იმედი ტელეკომპანია იმედი გადაეცეს პატრიკ ოჯახს, ჩამოერთვათ აფერის კაკიაშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს ჯოზეფ ქეის სახელით და დაუბრუნდეს ინა გუდავაძეს, რომელიც არის სამართალ მემკვიდრე მათ განსვენებული პატრიკ კაკიაშვილის. მეორე მოთხოვნა, ეს არის ახალი მოთხოვნა ჩვენი, რომელიც გამოიხატება შემდეგში, ვითხოვთ პირდაპირ ეთერის უზრუნველყოფას ოპოზიციისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში, თუნდაც ისეთი სახით იმედში, როგორიც არის დღეს. ამასთან დაკავშირებით კვირას ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ შევხვდეთ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას და მათ ამ აქციის წელობის დროს დაველაპარაკოთ სწორედ ამ თემებზე. იმედი ეს არ არის ერთი თავგეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის კუთვნილება. იმედი ეკუთვნის მთელ ხალხს, ქართველ ხალხს და ხალხმა უნდა დაიბრუნოს იმედი. ეს არის ჩვენი მთავარი მოწოდება. იმედზე ჩვენ მოვიწყოთ პირდაპირ ეთერს, რათა საზოგადოებას ვაცნობოთ ჩვენი პოზიციის შესახებ. იმედი არ იმსახურებს იმას, რომ ემსახურებოდეს იმ რეჟიმს, რომელმაც დაანგრია და დააქცია ის. იგი გამოჩნდა. ეს ალბათ მესიჯი პატრიკ კაკიაშვილის ოჯახისათვის. ვიქით რა საკუთრებაში დაგიტოვებ, ჩვენ მენეჯმენტში დაგვიტოვებთ ეს ტელევიზია. სააკაშვილს უნდა დააგდელოს ცენზურის დასაწყება თავისუფალ მედიაზე. არ გამოვა, გავსავდეთ. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ეკაბესელია ხელისუფლებას ჯარისკაცების მიმართ რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებს. მისის ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების მიმართ სამართლებრივ ზეონასა და რეპრესიებს განაგრძობს. ბესელი ამბობს, რომ გუშინ ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ამნისტიის შესახებ გამოპროექტებს ყოველწლიერი არა გამოპროექტის შესაძლო მუხლებმა დაადასტურეს. ბესელია თქმის, ამ გამოპროექტში არ შესულა მუხლები, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაკავებულ ჯარისკაცების გათავისუფლებას ეხება. ბესელიას ბრძნის დღეს ომის შემდეგ დაკავებული ჯარისკაცების მამას დაეწყო. ილია ხანიშვილის განსხვავებით მის შვილის დაკავების მიზეზი იარაღის დაგმენებით ჩაბარება გახდა. ომის დამთავრების შემდეგ კი მისი მეორე შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და კონტრაქტის დარღვევისთვის 14,000 დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრეს. ილია ხანიშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. ჯარისკაცის მამა საქართველოს პრეზიდენტ შვილის ციხიდან გათავისუფლებას თხოვს. პარლამენტმა პრაქტიკულად თარიღ დარბაზში მიიღო ისეთი უმნიშვნელოვანესი კანონი მეორე მოწმეით, როგორიც არის ამნისტიის შესახებ კანონი. ეს მეტყველებს იმაზე, ხელისუფლებისთვის ეს თემა არის მხოლოდ